Justin Gage-ის კამრის დაცვა ვის თამოუწევს, ამაზე ძალიან დიდი განხილვა არის ზოგადად. ილია თოფურიასთან რემატჩი რამდენად რეალური არის, ეგ არავინ არ იცის, მაგრამ რეალურად ჩვენ შეგვიძლია რომ ეხლა რანკინგს გადავხედოთ და თითოეულ მებრძოლი განვიხილოთ და რაღაც ვივარაუდოთ თუ ვის უფრო ეკუთვნის, ვინ შეიძლება იბრძოლოს შემდეგი Justin Gage-თან და იქნება თუ არა ეს მებრძოლი ილია თოფური. რანკინგში პირველზე რა თქმა უნდა ილია თოფურია არის როგორც ყოფილი ჩემპიონი 70 კილოგრამ წოით კატეგორიაში, თუმცა ორივე მებრძოლს როგორც ჯანსტის ასევე ილიას 6 თვიანი სამედიცინო აკრძალვა აქვს ბრძოლაზე და 6 თვის განმავლობაში ისინი ბრძოლას ვერ ჩაატარებენ. ამის შედგომ კი არ მგონია რომ Justin Gage-იმ ილია თოფურიას შანსი მისცეს რემატჩზე. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ TKO-ი მოიგო და UFC Justin Gage-ის როგორც ამერიკელ ჩემპიონს დაუფასებს ამ გამარჯვებას, მგონია რომ მაქსიმალურად ხელს შეუწყობს და ისეთ ბრძოლებს გაუკეთებს, რომელიც მას აწყობს, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ Justin Gage ახლა ძალიან დიდი სუპერვარსკვლავია, მაგრამ თან ასაკში არის 38 წლის არის. ბევრი ბრძოლა აღარ აქვს მას დარჩენილი და შეიძლება რომ მარტივი ბრძოლები წამოიღოს, მაგათაც პედი პიმბლეთან რემატჩი, რომელიც ასევე გაყიდვადი იქნება, სადაც შეიძლება რომ კამარი კიდევ ერთხელ დაიცვას და საკმაოდ დიდ ფულსაც იშოვის. შესაბამისად, ხო, ილია თოფურია სამწუხაროდ ნაკლებად მგონია რომ შემდეგი იყოს ისევ გეიჯიდან გამომდინარე, არა იმიტომ რომ ილია არ მსახურებს, არამედ იმიტომ რომ გეიჯი ჩემპიონია და გეიჯი არ მისცემს მას ამ შანსს ჩემი აზრით. მაშინ UFC-მ უნდა მოინდომოს და ძალიან დიდი თანხა უნდა გადაუხადოს გეიჯის იმისთვის, რომ თოფურიასთან რემატჩი ეგრევე შედგეს. მეორე ადგილზე არის არმან ცარუკიანი. ცარუკიანმა ბოლო ბრძოლა მოიგო დენ ჰუკერთან 20-25 წლის ნოემბერში. ყველაფერს თავი რო დავანებოთ 20-25 წლის ნოემბერში ვინც არ უნდა დაგემარცხებინა, ხო, ახლა საჩემპიონო ბრძოლას არ უნდა იღებდე და ახლა გამოდის 20-27-ის დასაწყისი, იმიტომ რომ გეიჯი ხო ჯერ საჩემპიონო ბრძოლას ვერ ჩაატარებს 6 თვის განმავლობაში. თან დაამარცხა ვინდა დენ ჰუკერი. დენ ჰუკერთან გამარჯვებით, რავი, დენ ჰუკერი სამჯეროცე მოწელიწადში მაინც რამდენად გეკუთვნის სატიტულო ბრძოლა, მაგაზეც დიდი კითხვის ნიშნები არის რა. შესაბამისად, არ მგონია რომ არმან ცარუკიანი შემდეგი უნდა იყოს. თან რავი, რაფზე არის მთლიანად გადართული, გრეპლინგზე არის მთლიანად გადართული, UFC-ს გარშემო ყველგან აქტიურობს და UFC-ში საერთოდ ბრძოლას არ ატარებს. მათეუს გამრუთან შესთავაზეს ბრძოლა, მახაჩევის გარდა მათეუს გამრუთან აქვს მხოლოდ წაგება ცარუკიანს და რემატჩზეც კი უარი თქვა. რაც ჩემი აზრით ძალიან რა ვიცი, ცუდი საქციელი არის კომპანიისთვის და ვაფშე საერთოდ წაგება რო გაქვს ვიღაცასთან რემატჩს თავაზობენ, უარი როგორ უნდა თქვა არ მესმის, მაგრამ ნუ რაც არის ეგრე მოხდა. თან მახაჩევთან ძალიან დიდი ბრძოლა ჩააგდო ცარუკიანმა, შესაბამისად UFC-ს ჯისმას, იმის გამოც რომ არააქტიური არის, მაგის გამოც ცალკე ჯის, იქ თოფურიასთან ბრძოლის წინ რაღაც გემბლინგის რო ახალისა და მილიონიანი ბეთი დადო ვითომ, მაგის გამოც ცალკე ჯის, დანა ვაიტი და UFC ესე ცალკე არაფორმალურად ცარუკიანს და არ მგონია რომ ცარუკიანის შემდეგი იყოს Justin Gage-ისთვის. შემდეგი არის ჩარლზ ოლივეირა. ოლივეირა, რავი, კაცის სიყვარული, კაცს ჩახუტება MMA-ში. უკანასკნელი მარცხი მას აქვს ზუსტად ილია თოფურიას წინააღმდეგ. მაგის იქეთ 70 კილოგრამი წოითი კატეგორია მთლიანად გაწმენდილი ყავს ოლივეირას. ახლა ორმოგებიან სერიაზე არის. მათეუს გამროტი ბრაზილიაში დაამარცხა ულამაზესად. მათეუს გამროტი არის, რავი, ADCC-ის ჩემპიონი და ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გრეპლერი MMA-ში და ზუსტად მიწაზე შანსი არ დაუტოვა და ჯიუ-ჯიტსუს მასტერკლასი ჩაუტარა მას. ამის შემდგომ Max Holloway, baddest motherfucker-ი დაამარცხა და ძალიან დომინანტურად დაამარცხა. ბევრს კი არ მოეწონა ეგ ბრძოლა, იმიტომ რომ თქომში არ იყო ეგ ბრძოლა, მაგრამ მე ძალიან მომეწონა თუ როგორი დომინანტური ბრძოლა ჩაატარა ოლივეირამ და მან თუ რამე არ მომეწონა, იყო Holloway-ის ის საერთოდ ნულოვანი მცდელობა, რომ გამოქცეულიყო და გაერისკა, რასაც ოლივეირას ვერ დავაბრალებთ. ოლივეირამ თავის საქმე გააკეთა იდეალურად და Holloway-ის 1% შანსი არ დაუტოვა ამ ბრძოლაში გამარჯვების. და რეალურად რო თქვათ, რეზიუმეთი ალბათ მაინც თუ ილიას გარდა ვინმე უნდა ეჩხუბოს გეიჯის, ოლივეირა ერთ-ერთი ყველაზე რეალური ვარიანტი შეიძლება იყოს, იქიდან გამომდინარე რომ გეიჯის და ოლივეირას ერთმანეთთან ბრძოლა ჩატარებული აქვს. ოლივეირამ კამრის დაცვა ცადა გეიჯისთან, დაცვა ცადა იმიტომ რომ მან წონა ჩააგდო ოლივეირამ და კამარი წაართვეს წონის არ დაფიქსირების გამო, თუმცა ოლივეირამ გეიჯი ჯერ ნოკდაუნში გაუშვა და შემდგომ დაახრჩო და ძალიან დომინანტურად გამოუვიდა გეიჯის დამარცხება და რემატჩი ძალიან საინტერესო იქნებოდა ამ ორ მებრძოლს შორის და თან დამაინტრიგებელიც იქნებოდა ოლივეირა და გეიჯი ორი
დამსახურებლის ფავორიტი მებრძოლი ჩაატარებდა ამ ბრძოლას, გაყიდვადიც იქნებოდა და შეიძლება საკმაოდ რეალური იყოს ეს ბრძოლა. თან იმას თუ გავითვალისწინებთ, თუ ოლივეირა როგორ უყვარს ხალხს და UFC-საც როგორ უყვარს, შეიძლება ეს შანსი ოლივეირას კიდევ ერთხელ მისცეს UFC მას. შემდეგი არის Max Holloway, რომელმაც ბოლო ბრძოლაში თავგანწირვის დაამარცხა კონორ მაკგრეგორი. Holloway-ზე ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ბოლო ორი ჩხუბია არ უჩხუბია. Holloway Oliveira-ში Holloway საერთოდ არ უჩხუბია, ჩემი აზრით, იმიტომ რომ გაქცევაც არ უცია და დგომში ბრძოლა საერთოდ არ ყოფილა. მაკგრეგორთანაც ხო არ უჩხუბია და არ უჩხუბია და რავი შეიძლება დაბირდა საერთოდ Holloway და არ ვიცით რა, ანუ როგორ ფორმაშია არ ვიცით. ვიცით რომ ვარჯიშობს და გამოდის ოქტაგონზე და მე რავი დიდად Holloway-ის ჩხუბი პორიესთან ბრძოლის მერე მე არ მინახავს. მაგრამ Holloway-ს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მებრძოლი არის, ან ტიტულოვანში ამ მომენტში არ გულწრფობ უშუალოდ Khamar-ს, მაგრამ მდიდარი რეზიუმე აქვს რა ამ წოით კატეგორიაში, იმიტომ რომ პორიეს გასაცილებელი ბრძოლა მან მოუწყო და დაამარცხა და მაქამდე BMF Khamar-ისთვის Justin Gage-ის გათიშა ბოლო წამზე, მეხუთე რაუნდის ბოლო წამზე, რომელიც, რავი, UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ნოკაუტი არის და შეიძლება რომ UFC-მ თუნდაც, რა ვიცი, მაკგრეგორთან ბრძოლა დაუფასოს, ან რამე გადატრიალდეს, ან ტაიმინგები ისე დაემთხოს, რომ Holloway-სა და Gage-ის შორის ბრძოლა კიდევ ერთხელ ვნახოთ, სადაც Holloway ალბათ ფავორიტი იქნება თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ როგორ მაღალ დონეზე ჩაატარა პირველი ბრძოლა Gage-ისთან Holloway. მაგრამ როდესაც Gage-ზე არის საუბარი, გამორიცხული არაფერი არ არის და მაგრამ ჩემი აზრით ისევ იქიდან გამომდინარეობს, რომ Oliveira Holloway დაამარცხა, თან უშანსოდ Holloway-ზე წინ Oliveira უნდა იდგეს ამ რიგში და თუ ვინმეს უნდა მისცენ ილიას გარდა ისე Oliveira რჩება ვარიანტად. შემდეგი არის Paddy Pimblett-ი, რომელმაც სასწაული გამარჯვება მოიპოვა ახლა უკანასკნელ ბრძოლაში. ბენუა დაამარცხა პირველივე რაუნდში. დარშოუკი წერია თუ სწორად მახსოვს ტაპოლოჯიზე თუ ანაკონდა, მაგრამ ეს იყო Japanese Thai-ის მოდიფიცირებული ვერსია, რომელშიც ლოქი იყო სხვანაირი რა, დარსის თუ ანაკონდას ლოქი იყო ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დარსიც და ანაკონდაც ეგრე არ ფინიშდება ხოლმე. ეს ფეხების გადატარება ტანზე და დაფიქსირება და გადატრიალება არის Japanese Thai, ანუ იაპონური ჰალსტუხი, რაღაც ეგეთი ილეთი არის, რომელიც ძალიან მაგრად გააკეთა პედიმ და ეს up and coming პროსპექტი ბენუა სენდენი მეორედ ჩაიძირა. პირველად დასტინ პორიემ ჩაძირა, ასე ვთქვათ, ნუ მოიკანო მას მესამე ჩაიძირა. ნუ მოკლედ, როგორც ვიძახდი, რომ პედი მოუგებს თქო მიწაზე ბენუას ეგრეს აღმოჩნდა და ძალიან დიდი გამარჯვებით დაბრუნდა პედი მას მერე რაც Justin Gage-ისთან ბრძოლა დათმო. Gage-ისთან რემატჩი კიდე ვარიანტი არის პედისთვის, იმიტომ რომ პედიმ ძალიან მაგარი მოგება მოიპოვა და Gage-ისაც აწყობს პედის სტილისტურად და შეიძლება პედისთან რემატჩი უფრო სასურველი იყოს მისთვის, იმიტომ რომ დიდი ფავორიტი იქნება და საკმაოდ დიდ ანაზღაურებასაც აიღებს ამ მატჩში და UFC-საც უყვარს პედი მისი ფან-ბეიზიდან გამომდინარე და შეიძლება მისცეს პედის ეს შანსი. მაგრამ ნახოთ, მან ისევ გააჩნია ტაიმინგებს, რა და როგორ დაემთხვევა და იმ მომენტში ვის უფრო მეტი ჰაიპი ექნება. ამ მომენტში პედის საკმაოდ ჰაიპი აქვს, მაგრამ ნაკლებად იმსახურებს ბენუას დამარცხებით სატიტულოზე გასვლას, განსაკუთრებით მას მერე რაც Gage-იმ ესე მაგრა დაამარცხა და თუ Gage-ის ავინმე გასვლას იმსახურებს, ისევ ისეთი მებრძოლები, რომლებსაც Gage-ი დამარცხებული ყავთ და ესეთი არიან Max Holloway და Oliveira. შემდეგი არის უკვე მათეურს გამროტი რენატო მოიკანო, ბენუა სენდენი. ამ სამი მებრძოლიდან არც ერთი არ იმსახურებს სატიტულოზე გასვლას, ჩემი აზრით, იმიტომ რომ თითოეული მათგანი გადაიქცა რაღაცნაირად gatekeeper-ად, მებრძოლები, რომლებზეც დიდი იმედები იყო გაცემული, თუმცა ეს იმედები ვერ გაამართლეს და რამდენიმეჯერ იგემეს მარცხი ვეტერანებთან და ტოპ 5-ის მებრძოლებთან, თუმცა მეცხრე ადგილზე არის ძალიან საინტერესო სახელი, სალკილდის სახით, რომელსაც უკანასკნელ ბრძოლაში დარიუში დაამარცხა, ძალიან ყრუდ გათიშა, თუმცა ეს ახალი არაფერი არ არის, მაინც სამწუხაროდ, იმიტომ რომ დარიუში ძალიან მომწონს. დარიუში ყველამ გათიშა უკვე ამ ბოლო ბრძოლებში და ყვა ძალიან დაუსუსტა და წონის კლებას ვერ უძლებს თუ ყვა დაუსუსტა თუ ზიანია დიდი არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ ითიშება და სალკილდმაც მოახერხა და დააფინიშა იგი. თუმცა სალკილდიც მაინც ჯერ ძალიან შორს არის სატიტულო ორთაბრძოლისგან, ჩემი აზრით 1 ან 2 მოგებაც კი შეიძლება დააჭირდეს მას იმისთვის, რომ სატიტულო ორთაბრძოლაზე გაიწიოს და თან მის ქვემოთ მე-10 ადგილზე არის Mauricio Rufy, რომელმაც ზუსტად White House-ის ქარდზე მაიკლ ჩენდლერი დაამარცხაც არ ქვია მაგას, რავი, ბულდოზერებით გადაუარა მას. ნუ ჩენდლერზე გადავლა აღარ
კონკურსს, მაგრამ მაინც რუფი ძალიან კარგად გამოიყურებოდა და აღსანიშნავი ფაქტი არის ეგ და ვოლკანოვსკისთან რაც გადავიდა, ვოლკანოვსკისთან გატარებული კემპების მერე შეიძლება კიდევ უფრო დახვეწა მისი ჭიდაობა და შეიძლება საინტერესო ბრძოლაც ვიხილოთ, შეიძლება რემატჩიც კი ვიხილოთ ბენუასა და რუფის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ბენუა იყო ის ბრძოლი, რომელმაც რუფი გააფუჭა და ასე ვთქვათ, მისი ჰაიპი ძალიან დააგდო. და ნახოთ, რუფისთვისაც ძალიან ბევრი საინტერესო მატჩაპი შეიძლება იყოს. აქვე არის, ჩემთვის საინტერესო სახელი რაფაელ ფიზიევი, რომელიც მე-13 ადგილზე არის და ძალიან გული მწყდება, რომ ფიზიევის გარშემო მე-13-ს ხედავ და ტოპ-10-ში მაინც არ არის, რომელსაც უკანასკნელ ბრძოლაში ძალიან მაგარი გამარჯვება მოიპოვა. მე პირადად სიამოვნებით ვნახავდი თუნდაც ფიზიევსა და პედის შორის დაპირისპირებას. რა ვიცი, ფიზიევი ჩემი აზრით ძალიან ელიტარული დონის მებრძოლი არის და იმსახურებს, რომ ტოპ 10-ში მიიღოს შანსები სხვადასხვა მებრძოლების წინააღმდეგ. საინტერესო იქნებოდა თუნდაც ბენუასსა და ფიზიევს შორის დაპირისპირება. საინტერესო იქნებოდა, რა ვიცი, გამროცა და ფიზიევს შორის განმეორებითი დაპირისპირება. ბევრი საინტერესო ბრძოლა შეიძლება იყოს ფიზიევისთვის. კი, მან ოლივეირა მოითხოვა BMF კამრისთვის, მაგრამ ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ამ ერთი გამარჯვებით ის ოლივეირასთან გაუშვან და ოლივეირას გადმოსახედიდან უფრო მეჭვება, იმიტომ რომ ოლივეირა უფრო ახლოს არის იმასთან, რომ კამარზე გაიწიოს გეიჯისთან, ვიდრე მე-13 ნომერთან დაიცვას BMF კამარი და ნახოთ, საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები ამ წოით კატეგორიაში. გეიჯის გადმოსახედიდან ხო რეალური ვარიანტები არის ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა, მაქს ჰოლოვეი და პედი პიმბლეტი. არმან სარუკიანს არც კი განვიხილო მე რეალურ ვარიანტად, ისევ და ისევ მისი დამოკიდებულების გამო. ილია თოფურიაზე მგონია რომ არ გაიწევს თვითონ და მაქსიმალურად შეეცდება რომ თოფურიასთან ბრძოლა აიცილოს თავიდან, როგორც უკვე ვთქვი, იმისთვის რომ მისი ეს სუპერვარსკვლავობა გაწელოს და კამარი დაიცვას და მეტი ფული იშოვოს, იმიტომ რომ კარიერის მიწურულს არის. მაქს ჰოლოვეიმ დეკლასირება გაუკეთა გეიჯის და ბოლო წამს გათიშა კიდევაც, თუმცა ჰოლოვეის მარცხი აქვს ოლივეირასთან და მაგის გამო ძალიან მეეჭვება, რამდენად შესაძლებელი იქნება, რომ ჰოლოვეი გადაუსწროს ოლივეირას ამ სატიტულო ორთაბრძოლაში. პედი პიმბლეტი და ოლივეირა დარჩა ხა რეალური ვარიანტები, რომელშიც შორისაც ვერ გამიგია მე, რომელი შეიძლება უფრო წინ იყოს. რეზიუმეთი, რა თქმა უნდა, ოლივეირა უფრო წინ უნდა იყოს და ჩემი აზრით ძალიან სამართლიანიც იქნება, რომ ოლივეირას მისცენ სატიტულო ორთაბრძოლა, თუმცა UFC-ს დამოკიდებულება ვიცით ჩვენ, ეს არის კომერციული ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ფული იშოვოს და პედის დამსახურებიც თუ მოახერხებს და უფრო მეტ ფულს იშოვის, აი მაგალითად, რა ვიცი, ინგლისში რო ჩაატარონ ეს ორთაბრძოლა, ხო? პედისა და გეიჯის შორის ძალიან გაყიდვადი იქნება თუ გეიჯი დათანხმდება ამ ყველაფერს. გეიჯისაც აწყობს ეს ბრძოლა ჩემი აზრით, იმიტომ რომ პედი ერთხელ უკვე დაამარცხა და ჩემი აზრით მეორეჯერაც შეძლებს მის დამარცხებას თუ სწორად იჩხუბებს და რა ვიცი, ნახოთ რა, ან ოლივეირა ან პედი უნდა იყოს შემდეგი, მაგრამ ძალიან გამიხარდება თუ UFC აიძულებს გეიჯის, რომ კამარი ილიასთან დაიცვას. მაგრამ ბევრი ინტერვიუშიც განაცხადა გეიჯიმ, რომ არ მივიცემო შანსო და მეც ნაკლებად სავარაუდო მგონია, რომ UFC-მ ამერიკელ ჩემპიონს, რომელმაც ესე დრამატულ ორთაბრძოლაში მოახერხა გამარჯვების მოპოვება, რაიმე დააძალოს და პირიქით არ შეუწყოს ხელი და არ წაახალისოს. მე სოზა ვარ, ეს ჩემი არხია, არ დაგავიწყდეთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი. და ხო, ადვილმა მინდა გადავუხადო განგსტერ ბარბერშოპის ბიჭებს, რომლებიც რავი უკვე 2 წელია თითქმის ყოველთვის ვრუნავენ ჩემს გარეგნობაზე და აბადროებით. გამომიწერეთ Instagram-ზე და TikTok-ზე.